2009 წელს გაეროს ნარკოტიკების შესახებ მოხსენებაში საქართველოს ნარკოტრანზიტისა და ნარკობიზნესის წამყვან ქვეყნად იქნა მიჩნეული. მსგავსი მოხსენება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამაც და დაიხატა სიტუაცია ისეთი, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხით თანამშრომლობდა ეს ნარკოტიკების შემოტანასთან დაკავშირებით, ტრანზიტთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან და ამის გამო, რომ რეალურად დახატულიყო სიტუაცია და საქართველოს ხელისუფლების მეთოდი კარგად გახსოვთ იყო, რომ რაღაც ფილმების გაკეთება იმისათვის, რომ გაბათილებულიყო მსგავსი შეხედულებები, ჩატარებული იქნა ოპერაცია შეთითხნული ბრალდებით, ანუ ეს არის ნარკოკარტელის საქმე, რომელშიც უდანაშაულოდ მიეცა პასუხისგებაში ნუგზარ ბოჭორიშვილი, ანასტასია ზაუტაშვილი, გიორგი ჩეჩელაშვილი, მევლუთ სვანიძე და რომან მესუმიანი. ესე იგი, უპრეცედენტო საქმე არის ალბათ მსოფლიო ისტორიაში, რომ აღნიშნული ნარკოკარტელის საქმიდან ნარკოტიკები არ არის ამოღებული. ეს იყო შეთითხნული ბრალდება უშუალოდ ვანო მერაბიშვილის მხრიდან. ამოღებული იქნა 1,700,000 ევრო უშუალოდ ვანო მერაბიშვილის უწყების მხრიდან და სხვათა შორის თვითონ მერაბიშვილი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას და ეს თანხა დღესაც კი არ არის ცნობილი თუ სად არის, ანუ ხაზინაში ეს ფული არ წასულა. ამ ოპერაციაში ასევე აქტიურად იყო ჩართული დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, უშუალოდ დათა ახალაია სასტიკად გაუსწორდა ჩეჩელაშვილს, რათა სასტიკი წამებები ხორციელდებოდა იმ პირებზე, რომლებიც დღეს პატიმრობაში არიან, რათა მიეღოთ ჩვენებები იმისა, რომ ესენი მონაწილეობდნენ აღნიშნულ ნარკოკარტელის საქმეში. არის მხოლოდ და მხოლოდ იძულებით მიღებული მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული, არ არის ამოღებული ნარკოტიკები, მითვისებულია ეს თანხა და ვერავინ ვერ გაიგო ეს თანხა საწავიდა და საათაშორის სააკაშვილმა ეს 1,700,000 ევრო რო ამოიღო, თქვა რომ ამ ფულს ჩვენ სკოლების გაკეთებას მოვახმართო. არავითარი წარმომავლობა ამ ფულის არ არსებობს და ჩვენ პროკურატურას მოუწოდებთ, აი, სხვა ბრალდებებთან ერთად, რომელსაც ის წაუყენებს ვანო მერაბიშვილს, გამოიკვლიოს, რომ სად წავიდა 1,700,000 ევრო. ნუგზარ ბოჭორიშვილისა და მისი ახლობლების დაკავება, დააკავა ასევე კახაბერ სვანაძე, სასტიკად აწამა იგი და მიაცემინა მათ წინააღმდეგ გამამტყუნებელი ჩვენებები. კახაბერ სვანაძე გამოძიების მიერ დაიკითხა 8-ჯერ და 8-ჯერვე მან შეცვალა მის მიერ წინათ მიცემული ჩვენება. მას შემდეგ, რაც შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება, მოვიდა ახალი მთავარი პროკურორი კახაბერ სვანაძე, ალექსანდრა მერაბოჭორიშვილები გამოცხადნენ ჩვენთან და განაცხადეს, რომ მათი ჩვენებები იყო აბსოლუტურად აბსურდული და არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და იყო მიცემული სასტიკი წამების მუქარისა და ზეწოლის ქვეშ. ჩვენ ისხა დაგვრჩენია, რომ მიმართოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ძალიან ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო ამ მნიშვნელოვან გარემოებებს მიიღებს მხედველობაში და დაავალებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომ განაახლოს საქმის წარმოება აი ამ საქმესთან დაკავშირებით.